დილა მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მე ლელა ბაღდავაძე ვარ. ახალ სამუშაო კვირას კი ბერდია სიჭინავასთან ერთად ვიწყებთ, ხოლო გაცემის მეორე ნაწილში უკვე კახა გოგოლაშვილი შემოგვერთება. მაშასე საქართველოს და სოფლიო ვიწყებს ზუსტად 60 წამში, იქამდე კი ეთერში მოკლე საინფორმაციო კოლაჟის დროა. საპროტესტო აქციების 172 დღეს დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მარში გაიმართა. შეკრების საბოლოო ლოკაცია კვლავ რუსთაველის გამზირი იყო. საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეებით შეუერთდნენ. მანამდე კი დემონსტრანტები სამედიცინო უნივერსიტეტის მეტრო და მსოლობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან მივიდნენ. მოგვიანებით დემონსტრანტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ გალერეაში აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვეშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა. საგამოფენოს სივრცეში წარმოდგენილია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული უნიკალური ნამუშევრები და ხელოვანის პირადი არქივი. როიტერსის ინფორმაციით რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცენტრისტმა მირმა ნიკუსორდეინმა გაიმარჯვა. გამოცემის ცნობით თითქმის ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით დეინმა ამ მომრჩევლების ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა 46%. მსოფლიო ლიდერებმა ნიკუსორდეინს არჩევნებში გამარჯვება მიუწეს. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა. ჩვენთან ერთად გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა თქვენ. რატომ ბერდია, აი მოდით ახალი სამუშაო კვირა ირაკლი კობახიძის ალბანეთში ვიზიტის შეფასებით დავიწყოთ, სადაც მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა. მართლაც არ ვიცი, თვალშისაცემი იყო, შეიძლება ითქვას ის გარემოება, რომ თავად ევროპელი ლიდერები გამოხატავდნენ ირაკლი კობახიძესთან მისვლის და მასთან გასაუბრების სურვილს, იქნებოდა ეს ემანუელ მაკრონი, რობერტა მეცოლა თუ სხვაები. ხა თავად კობახიძემ ევროპელი ლიდერების ინტერესის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა, როგორც ჩანს მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან. ეს არის კობახიძის განმარტება. აი თქვენ რით იხსნით პარტნიორების ასეთ აქტიურობას, მათ შორის იმას, რომ ემანუელ მაკრონი იქით მივიდა, კობახიძეს მხარზე ხელი დაადო, მიესალმა, გაესაუბრა და ალბათ მოიკითხა კიდეც. მოგესალმებით, მივესალმები პალიტრანიუსის მაყურებელს. მოკლედ წარმოუდგენელია რაზე დავედით, რომ მაკრონი იქით მიესალმა და მთელი იმედის პროპაგანდა და მთელი სამთავრობო პროპაგანდა სწორედ ამაზე არის აწყობილი, რომ თურმე რაღაცა ფორმით ლეგიტიმაციის ნიშნები შეიძინა ირაკლი კობახიძემ. მე გეტყვით, რომ ესეთი ტიპის საუბრები რა თქმა უნდა გჭირდება და ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ საქართველოს და საქართველოში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი, მათ შორის ის პოლიტიკური კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაში არის, რა თქმა უნდა, ევროპაში აწუხებთ და ეს არის კარგი, პოზიტიური, რადგან თუ ჩვენ ევროპული დღის წესრიგის ნაწილი არ ვიქნებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება ავუშვათ პირისპირ დარჩენილი ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან შესაბამისად მე ვფიქრობ განსაკუთრებული და გასაკვირი იმაში არაფერი არ არის, როდესაც აი ამ ვაკუუმის ფონზე, როდესაც იზოლაციაშია ხელისუფლება მოქცეული, მას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებად ჯერ არ მოიხსენიებს არავინ, ყველა არის ფუნდამენტურად დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ბუნებრივია სწორედ ამის გამოძახილი იყო ის კომუნიკაციები, რაც იყო ირაკლი კობახიძესთან. ბუნებრივია ჩვენ ახლა არ ვიცით კონკრეტული შინაარსი, რომელიმე მხარისგან ახლა კობახიძეს ტყუილები შვევია ზოგადად და თუმცა მისი მოვისმინეთ კობახიძის განცხადება და მოდით ამაზეც დავსვათ. ცოტა არასერიოზულია სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ კობახიძე არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ასეთი ტიპის შეფასებები აკეთოს, თურმე ვინმეს მასთან საუბარი მოსწყურდა და თურმე ფუნდამენტურად არის ვინმე დაინტერესებული იმაში, რომ ეხა ირაკლი კობახიძეს გაესაუბროს. ბუნებრივია ირაკლი კობახიძესთან საუბარი კი არ არის ევროპელი ლიდერების ამოცანა. ევროპელი ლიდერების ამოცანა არის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ მიზნით შეიძლება დაელაპარაკონ ირაკლი კობახიძეს. ეხლა განსაკუთრებული ამაში არც არაფერი არ არის, რა ვიცი ეხლა. ყველას ელაპარაკებიან აბსოლუტურად, რა ვიცი, შეერთებული შტატები ელაპარაკება თალიბანს, შეერთებული შტატები ელაპარაკება ირანის რეჟიმს, ახლა განსაკუთრებული ამაში, რომ ირაკლი კობახიძეს გაესაუბრნენ, ბუნებრივი არ არის.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კარგია, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაციები დგება, იმიტომ რომ ამაში ფუნდამენტურად ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი მხარე დაინტერესებული, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს აბრუნებს ევროპულ დღის წესრიგში. ხო, რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც უკვე უშუალოდ შეხვედრების შინაარსობრივ ნაწილს შეეხება, შეხვედრების თუ გასაუბრების, არ ვიცი რომელი სიტყვა უფრო სწორია. თავად კობახიძე ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, ისე როგორც რობერტა მეცოლასთან საუბარი ჰქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, თუ აცხადებს კობახიძე. აი, ჩანს, რომ პარტნიორები ქართულ ოცნებასთან დალაპარაკების რეჟიმს უბრუნდებიან, თუმცა აი ამ დალაპარაკების და საუბრის მცდელობას რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს, როცა საქმე ეხება ქართულ ოცნებას, ეს კითხვაც მინდა რომ დავსვათ. ოცნება არის ხელისუფლება, რომელმაც 2021 წელს შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა და ბუნებრივია ის არის ხელისუფლება, რომელიც პარტნიორებისგან ნდობას არ იმსახურებს და შესაბამისად ძალიან კარგად იციან, რომ ერთადერთი სუვერენი ამ ქვეყანაში არის ივანიშვილი და ირაკლი კობახიძემ რაც არ უნდა გზავნილები გააჟღეროს, რაც არ უნდა გზავნილები ჩაიტანოს, რა თქმა უნდა სერიოზულად არ აღიქმება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ძალიან კარგად იციან, რომ მსგავსი ტიპის ხელისუფლებასთან უნდა გქონდეთ ფრთხილი პოლიტიკა და რა თქმა უნდა საუბარი გზავნილების მიღება თუ მოსმენა ნამდვილად არნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას, რომელიმე ხელისუფლებისთვის იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რაც წინა კითხვისას მოგახსენეთ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გზავნილებს, მე ვფიქრობ, ოცნების ხელისუფლება ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რაც შეიძლება ემყარებოდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, ევროპელ ლიდერებთან. ეს არის ფუნდამენტური პატივისცემა იმ უფლებების მიმართ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით. ეს არის არჩევანის უფლება, ეს არის უფლება, რომ არ დაექვემდებარებიან წამებას, არა ადამიანურ მოპყრობას, უსამართლოდ არ იწყდნენ ციხეებში. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყოველდღიურად დევნის საკუთარი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს. ჟურნალისტები ყავს ციხეში, 19-18 წლის ბავშვები რაღაც ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით ყავს ციხეში. თელ თეატრს უბრალოდ ხელოვნებას ებრძვის და მისი წარმომადგენლები, მსახიობები ყავს დამწყდეული საპატიმრო დაწესებულებებში. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფიზიკურად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჯერ დაკავებული ადამიანები აწამა ეგრეთ წოდებულ მიკროავტობუსებში, მერე გაძარცვა, იმოროდიორა. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც 28 ნოემბერს და მათ შორის ეს არის ადამიანი ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი განცხადებით ევროპული ინტეგრაცია ამ ქვეყნის შეაჩერა. ამიტომ აი ამ სასტარტო მოცემულობის გააზრებით უნდა დაიწყოს ყველაფერი. ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე და როგორ ხედავენ ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას. თორე რესტარტზე საუბარი, ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარი ძალიან კარგია, მაგრამ ამ ხელისუფლებას ხომ იცით როგორც ესმის ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვა ამათვის ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას და ამ რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, მწვანის ანთებას, რასაც ბუნებრივია არ გააკეთებს დასავლეთი. გამორიცხულია შენ აქ ადამიანის უფლების პატივს არ ცემდე. არც ამერიკის შეერთებული შტატები, აი ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით დავსვით კითხვები. ახლა მოდით ერთი კითხვით ამერიკასთან ურთიერთობის სავარაუდო პერსპექტივებთან დაკავშირებულ თემასაც შევეხოთ. ახლა კობახიძე ისევ ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს თუ არა deep state-ის გავლენების შემცირებას. ვიცით ისიც, რომ ირაკლი კობახიძემ ღია წერილიც გაუგზავნა გასულ კვირას დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენს, თუმცა ვიცით ისიც, რომ ჯერჯერობით მათგან საპასუხო წერილები არ მოსულა. აი როგორ ფიქრობთ, მოიწერებიან რამეს ტრამპი და ვენსი და თუ კი საპასუხო წერილს გამოგზავნიან, რამდენად შეიძლება ის იყოს ქართული ოცნებისთვის მოსაწონი? მე ეჭვება, მე ვფიქრობ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას, მთავრობის ახალ ადმინისტრაციას კონკრეტული გაცხადებული პოლიტიკა აქვს საქართველოსთან მიმართებით და ეს გზავნილები ძალიან კარგად იციან, მათ შორის გაჟღერებულია ეს ფუნდამენტური პატივისცემა, ადამიანის უფლებების და დაბრუნება პრიორიტეტები ტრამპის ადმინისტრაციის რაც არის. შესაბამისად, ბოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ
ურთიერთობები რაღაც ფუნდამენტურად გადაიტვირთება იმ პირობებში, როდესაც საპატიმრო დაწესებულებებში ეყოლება ახალგაზრდები, პოლიტპატიმრები, ჟურნალისტები ეყოლება საპატიმრო დაწესებულებებში, საკუთარ მოქალაქეებს ცემს, დააჯარიმებს 5,000 ლარით, NGO სექტორს დევნას გამოუცხადებს, პოლიტიკურ პარტიებს დევნას გამოუცხადებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად აუგრძალავს ქვეყანაში მუშაობას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების განვითარების მიმართულებით, სხვა მიმართულებით. აი ამ პირობებში ბუნებრივია რაიმე ტიპის რესტარტზე საუბარი არის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია აზრს მოკლებული და შეუძლებელი. ძალიან კარგად იცის ეს თავად ირაკლი კობახიძემაც, ხო? ამ ღია წერილის მიზანი მხოლოდ ის ხო არის, რომ მართლა დაინტერესებული არიან ეს ადამიანები რაღაც ურთიერთობების გადატვირთვით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ურთიერთობების გადატვირთვა ნიშნავს ამათვის ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას, იმ დამნაშავე მოძალადე პოლიციელებისთვის სანქციების მოხსნას, რეჟიმისთვის მწვანისანთებას, ყველაფრის ბრჭყალებში რომ ვთქვათ, გაправებას ამ ხელისუფლებისთვის და ეს ბუნებრივად ვერ მოხდება. თან ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ამას აკეთებენ რის ფონზე, ხო? ანუ თან შეურაცხყოფას აყენებენ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, რომ თითქოს რაღაცა deep state-ს ებრძვის და ვერ დაამარცხებს თუ დაამარცხებს და აქედან თან ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც deep state-ი გაანადგურეს ამ ქვეყანაში და ამ პროცესს განაგრძობენ. ხო, ეს წარმოუდგენელი შეურაცხყოფელი ესტონეთის, რომელიც აქვს, ასე ვთქვათ, ირაკლი კობახიძეს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მისამართი. სხვა შორის ზოგიერთი პოლიტიკოსი მოუწოდებს ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის გაგზავნილი სხვა წერილებიც, ასე ვთქვათ, გამოაქვეყნოს და ვიცით, რომ არის, ხო, ეს სხვა წერილებიც ამის თაობაზე თვითონ კობახიძე საუბრობს მის მიერ გავრცელებულ ღია და საჯარო წერილში. აი როგორ ფიქრობთ, იმ წერილებში რა წერია, რომელიც არ არის საჯარო და იმ წერილებში რატონი უნდა გქონდეს თქვენი აზრით ქართულ ოცნებას? ბევრად უფრო რბილი ტონი, ვიდრე ეს იქნება ხვეწნის ტონი. აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. ზოგადად ოცნების ხელისუფლებას რა ახასიათებს ქვეყნის შიგნით დეზინფორმაციული კამპანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, მათი გაშავება, რა ვიცი, ყველა ბინძური მეთოდით, რაც შეუძლია და რაც მათ არსენალშია. მაგრამ ეს არის ხელისუფლება, რომელიც გარეთ არის მხდალი და შინ არის ძლიერი. საკუთარი მოქალაქეების ცემაში, ძალადობაში, რა ვიცი, შეურაცხყოფის მიყენებაში, დაჯარიმებაში, დევნაში, სამსახურებიდან გათავისუფლებაში ძალიან ძლიერია. მათ შორის მაკრონს როგორ აბრალებდნენ რამდენიმე დღის წინ ეს გავეშებული ტროლბოტობა მთელი ამ ხელისუფლების კოკაინშიკობას და 1000 ბინძურეს, რომელსაც მათი რაღაცა ფეიქ ქარხნები ამუშავებდნენ და პროპაგანდისტულად აწვდნენ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ გარეთ როგორი მხდალი იყო, აკვირდებოდით ალბათ მის ვიზუალს, აი როგორ იდგა, აი მხდალი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი. აი ეს ილია ჭავჭავაძე ძალიან კარგად აქვს აღწერილი, ზუსტად ესეთი ხელისუფლება ყავს ჩვენ დღეს. თქვენ გონიათ ახლა გარეთ რო გადიან, ესეთი თამამი მესიჯები აქვს ამ ადამიანებს, ესე თანასწორად ორ ფეხზე მდგარი ელაპარაკებიან ჩვენს პარტნიორებს? არა, ნურას უკაცრავად. ზუსტად ესეთი პათოსი იქნება იმ წერილებში. გასაგებია, სხვა თემებსაც გადავალოთ თვალი, დაიჭერენ თუ არა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ეს კითხვა რჩება აქტუალური და მეტიც კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს. იცით, რომ ოქრუაშვილს ხელბორკილები დაადეს მას შემდეგ, რაც არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, რომელიც მას პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე ვარისთქმის გამო დააკისრეს. ამ კვირაში სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც ელოდებიან იგივეს, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ასევე არაპირებს გირაოს გადახდას. შესაბამისად, ამ პროცესს როგორ უყურებთ, ეს გითხარით. უნდა მოხდეს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ, უნდა მოხდეს გირაოს გადახდა მაინც თუ კი კომისიასთან არის თანამშრომლობენ, თუ აი რა გაქვთ სათქმელი იმ პოზიციაზე, რასაც ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან ხედავთ. მოდით უყურეთ, როგორ შევხედოთ ამ საკითხს. ჩვენ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენი კონკრეტული გზავნილები ქონდა და თქვენ იცით ეს გზავნილები. ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიის რაღაცა ლეგიტიმაციას კი არ ვაღიარებთ ამის და პარლამენტის. ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს. ჩვენ ესე მივიჩნიეთ სწორად, რომ იმ ველზე შევსულიყავით, გველაპარაკა იმ ადამიანებთან, მათ შორის რომლებიც საგამოძიებო კომისიას უყურებენ და არიან მხარდამჭერები დღემდე ოცნების ხელისუფლების, ეს იყო ჩვენი სტრატეგიული გააზრებული ამოცანა და ამას რაღაცა ტიპის თანამშრომლობაში მოდით ესე ხმაურობ ჩამოვართვით, მაგრამ არ შეიძლება აი ესეთი განცხადებები აკეთონ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ამ საკითხთან მიმართებით.
ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალურად გადასაწყვეტი პოლიტიკურ სამართლებრივ საკითხი, როგორც საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა, ისევე ბრალის წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში გადაიხდიან თუ არა ეს ადამიანები გირაოს. მაგრამ მე შენ პერსონალური მიდგომა შეიძლება მქონდეს ამ საკითხის მიმართ, მაგალითად ამის გამო არავის არ გავაკრიტიკებ, პატივცემ ყველა ადამიანს, რომელიც საკუთარი გზით მიდის, თვითონ წვეთს გადაიხადოს გირაო თუ არ გადაიხადოს, თუმცა მე ვფიქრობ, ჩემი გადმოსახედიდან გირაოს გადახდა უკეთესია, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენის ფუფუნება, რომ პოლიტიკოსები დღეს რაღაცა ერთწლიანი მუხლით რაღაც განსაკუთრებულ მუხლზე ხო არ არის საუბარი, ისხდნენ ციხეში და იმ პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ იზოლაციაში ექცევი პოლიტიკური პროცესები. ოპოზიციას არ აწყობს ოპოზიციონერი ლიდერები გისოსებში, ამას ამბობ, თუმცა რა აწყობს თვითონ ქართულ ოცნებას? მოდით ეს კითხვაც დავსვათ. ხო, არ ვიცი ხა. სად აწყობს ქართულ ოცნებას პოლიტიკური ოპონენტები? ციხეში თუ თავისუფლებაზე? და საბოლოო ჯამში პროცესების როგორ განვითარებას ოცნებას აწყობს პოლიტიკური ლიდერები დაქსაქსული, არათანმიმდევრული, მარგინალიზებული, ისეთ პოლიტიკურ პროცესებში შესული, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, რადიკალური, ზუსტად ასეთი აწყობს ოცნებას. ამიტომ ჩვენ თანმიმდევრული დღის წესრიგით უნდა მივყვეთ ამ პროცესს, გვაქვს მიღწევები ამ გზაზე, მე ვფიქრობ ამ ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლების გარეთ მნიშვნელოვანი მონოპოლარი აქვს, მათ შორის განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ტყავით მოიტანეს ეს ყველაფერი და საკუთარი სისხლის ფასად მოიტანეს პირდაპირ მნიშვნელობით და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე ქუჩის პროტესტს გულისხმობ, ამიტომ ამ მონოპოლარს დაცვა სჭირდება, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მონოპოლარს, რაც იმუშავეს საგარეო მიმართულებით, თუმცა მე ჩემი გადმოსახედიდან გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვისურვებდი არც ერთ პოლიტიკურ პატიმარს საპატიმრო დაწესებულებაში და თუ გირაოს გადახდა არის გზა რომ ადამიანი გარეთ იყოს, მე ვფიქრობ ამაში რაღაც განსაკუთრებული არაფერი არ არის. გადავიდეთ თემაზე, რომელზეც საუბარი დარწმუნებული ვარ, ყველა ეთერში გიწევთ, როგორც თქვენი პარტიის წარმომადგენლებს თვითმმართველობის, ხო, არ გაგიჭირდებათ გამოცნობა, თვითმმართველობის არჩევნებზეა საუბარი. ახალი კონტექსტი გვაქვს და კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ, ირაკლი ყობახიძე, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, თვის ბოლოს აპირებს გიორგი გახარიას პარტია გამოაცხადოს, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში. მარტივად გითხავთ, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვს ქართულ ოცნებას? არასწორი ინფორმაცია აქვს, იმიტომ რომ თვის ბოლოს უნდა ელოდებიან პირდაპირ გეუბნებით, აგერ ჩვენი პოლიტიკური პარტია ემზადება და თანმიმდევრულად გვითქვამს ეს მესიჯი ყველა არჩევნებისთვის. ხო, თუმცა თქვენ არ გიპასუხიათ გადაჭრით კითხვაზე, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას. სამზადისის შესახებ ვიცით, თუმცა გავიგებთ გადაწყვეტილების შესახებ. სამზადისი გვაქვს, პირდაპირ გეუბნებით, რომ აქტიური სამზადისი გვექნება, მათ შორის ნებისმიერ არჩევნებთან მიმართებით და მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით, მაგრამ თუ ის პოლიტიკური მოცემულობა იქნება 2025 წლის 24 აგვისტოს, როდესაც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის ვადა მოვა, კონკრეტულ შემთხვევაში თუ გადავწყვეტ, რომ ბოიკოტია საჭირო და ბოიკოტში ვართ გასასვლელები, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ თვითონ. ნებისმიერი გარე აქტორის თუ შიდა აქტორის რაღაცა ჩართულობის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება გვქონდა და არასდროს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოუკიდებული არ ყოფილა გარემო ფაქტორებზე. ამას ვიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად. ჩვენი პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ჩვენ სამომრჩეველთან კომუნიკაციით და რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ინტერესები არ დაზიანდეს, პროტესტი არ დაზიანდეს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ ოცნების ხელისუფლება გაუშვათ სახლში. ხოლმე ამ მიზნიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ამიტომ თვის ბოლოს უნდა ელოდებიან, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აგერ თვის ბოლოს კი არ დაელოდონ, აგერ მიიღონ პასუხი, რომ ჩვენ ვემზადებით მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თუ ბოიკოტს გადავწყვეტ, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რამდენიმე პარტიის პოზიცია, რომ საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი. არ გეწყინებათ ალბათ, რაც ახლა უნდა გითხრათ, თქვენი ასე ვთქვათ, პარტიის პოზიციონირება ბევრს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გიორგი გახარიას პარტია ქართული ოცნების ოპოზიცია არ არის იმდენად, რამდენადაც ოპოზიციის ოპოზიციაა და მართლაც შეიძლება რამდენიმე მაგალითის ჩამოთვლა, როცა თქვენი გუნდი მიდის ხოლმე იმ პოზიციის, ასე ვთქვათ, საპირისპიროდ, რაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. აი მაგალითებს ჩამოგითვლით, თუმცა ბარემ კითხვასაც დაგისვავთ. აი იქნება ახსნათ, რატომ ხდება ისე, რომ ფაქტობრივად ყოველთვის თუ არა ხშირად თქვენი პარტია მიდის მართლაც ოპოზიციური ძალების საწინააღმდეგო მიმართულებით.
უყურეთ ჩვენი პოლიტიკური პარტია დინებას მკვდარი თევზივით არ მეყვება არასდროს. ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ სულა გვიყვარს, ამის გამოცდილება გვაქვს და ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც 2021 წელს დაფუძნების შემდეგ ოპოზიციაში ეს შეძლო. არ შეიძლება ოპოზიცია ყველა ერთხმაზე საუბრობდეს, რაღაც წარმოუდგენელი არის. განსხვავებული აზრის პატივისცემა რო გვინდა და დემოკრატია რო გვინდა, იმისთვის გვინდა, რომ ეხა ოპოზიცია რადგან ასე ფიქრობს ნაწილი, ამის ნაწილი ვიყოთ ჩვენც. ხო, ბუნებრივია არგუმენტები უნდა აიწონოს და დაიწონოს და დაიდოს. ჩვენ ძალიან მარტივი შეკითხვა დავსვით გასულ კვირას. რა ხდება მას შემდეგ და ვეკითხებით ამ პარტიებს, ლელოს, ვეკითხებით ახლებს, ვეკითხებით ნაცმოძრაობას. რა ხდება მას შემდეგ, რაც ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ არჩევნებს. ეს არის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დათმობებზე წამოვიდეს? რატომაც არა. მე სხვანაირად უყურებ. იქნებ ეს არის ნაბიჯი, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გეტყვით რატომ. ამის არგუმენტებიც ხო არსებობს რეალურად. მისთვის სასურველი ოპოზიცია შეიყვანოს, საერთოდ ქუჩაში დატოვოს ყველა პლატფორმიდან, ყველა პოლიტიკური ტრიბუნიდან ოპოზიცია და მე დასავლეთს უთხრას, რომ ეს მოცემულობა დაждდა, გაყალბებაც არ იქნება აქ საჭირო. თქვენ თუ გონიათ ეხა ევროპელი ლიდერები ჩამოვლენ აქ და ისევ ლელოს დაუწყებენ საუბარს, ან ისევ ახლებს ან ნაცმოძრაობას ან ჩვენ პარტიას, თუ არ მივიღეთ, იქ ოპოზიცია იქნება ჩვეულებრივი. თქვენ გონიათ სხვა პარტიებს არ აღიარებენ ეს ადამიანები და რაღაც 4 პარტიაში არიან ჩაკეტილი ევროპელი ლიდერები. თქვენ მაგალითები მოითხოვეთ, ხო, აი რაში გამოიხატება, რომ ოპოზიცია უფრო ხართ, ვიდრე ვთქვათ ქართული ოცნებით. აი მაგალითად თქვენ არ ჩახსენით სია და არ მიმართეთ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით, როცა ეს სხვა ოპოზიციურმა ძალებმა გააკეთეს. მაგალითად თქვენ არ ემხრობით აქვე ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის იდეას, როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ ასე ვთქვათ, ბევრი უკვე აცხადებს, ასევე თქვენ არ უბრალოდ თქვენ ისე ხართ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ პლატფორმაში, რომ ხართ თუ არ ხართ, კარგად შეიძლება გაუჭირდეს ესე ვთქვათ, რიგით მოქალაქეს ამის შეფასება. გახარია მივიდა ასევე საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, მაშინ როცა სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ეს არ გააკეთეს. არ ვიცი, შეიძლება კარგი გააკეთა, უბრალოდ კითხვა მინდა. აყურეთ ჩვენი პრობლემა რა შეგეთქვით. ყველა ამ მაგალითის გათვალისწინებით. აი შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენმა პარტიამ მოიგო იმ პოზიციით, რომელიც დააფიქსირა. აბსოლუტურად გეთანხმებით. მათ შორის იმით მოიგო, რომ მანდატები არ შეუწყვეტია, მათ შორის იმით მოიგო, რომ სია არ ჩაუხსნია და არათანმიმდევრული ნაბიჯები არ გამოუთქვამს და ვიღაცის გასაგდები არ გამხდარა პარტიიდან. რა თქმა უნდა, მოიგო იმით, როდესაც მივიდა საერთო საქმეს მოაგებინა იმით, რომ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე. დღეს პროტესტის პრობლემა რა არის, ლელა? პროტესტის პრობლემა არის ის, რომ ჩვენ აი მე და თქვენ შეიძლება ვიყოთ ოპოზიციურად განწყობილი და მე და თქვენ ერთმანეთს ველაპარაკებოდეთ და იმის იქით არაფერი არ ხდებოდეს. და როგორ შეიძლება ეს ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ პროტესტის გაფართოვებაზე. ყველა სოციალურ ფენას უნდა მოედოს ეს პროტესტი. მათ შორის იმ ადამიანებამდე უნდა მივიტანოთ ეს პროტესტი, რომლებმაც 26 ოქტომბერს ოცნებას მისცეს ხმა. თუ ეს ასე არ მოხდა, ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. ჩვენ თუ ამ პროპაგანდის საცეცებს არ ვებრძოლეთ, ამ ინსტრუმენტებს არ ვებრძოლეთ და ეს იყო ერთადერთი გზა, რომლითაც შევაღწიეთ ჩვენ იმ ველზე. რატო ბლოკავენ გიორგი გახარიას იმედისა და რუსთავიორის ეთერში? აი პირდაპირ ფორმით ბლოკავენ 4 წლის განმავლობაში. რატომ იცით? იმიტომ რომ არ უნდათ გიორგი გახარიას სიტყვა მოისმინოს მათმა ამომრჩეველმა. იმიტომ რომ როგორც საგამოძიებო კომისიაზე დაინგრა მითები გიორგი გახარიას რა ბრალდებებსაც უყენებდნენ ეს ადამიანები 20 ივნისთან დაკავშირებით, ჩორჩანასთან დაკავშირებით, რა ვიცი, გადადგომის დღესთან დაკავშირებით. ჩამოიშალა ეს მითები. ეს იყო ფიტული, რომელიც აწყობილი იყო, ხო? და ატყუებდნენ მოსახლეობას, რომ ჩვენ ისეთი არგუმენტები გვაქვს, აი გაბედოს საგამოძიებო კომისიაზე მოსვლა და ჩამოშლით ამ კომისიას. ამიტომ ჩვენი მიზანი ის კი არის უნდა იყოს ერთმანეთს რომ ველაპარაკებით და გავამხნეო და ვიგლოვოთ, აბა რა ხდება, აბა ოცნება როგორ ეს კი არ არის მიზანი. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ადამიანებამდე. ჩვენი პრობლემა ეს არის, რომ ვერ მივდივართ იმ ადამიანებამდე. და სანამ ამას ოპოზიცია არ გაიაზრებს და რაღაც კლუბებში არ ჩაიკეტებიან და რაღაც ფორმატებში არ ჩაიკეტებიან და ფორმატზე არ გააკეთებენ შინაარსის გარეშე როგორ მივიდნენ იმ ადამიანებამდე. ისევ მივალთ იმ უფსკოლში, იმ უფსკოლის პირას, საითაც მივყავართ ბიძინა ივანიშვილს და ეს არ არის ჩვენი მიზანი. ბატონბერდია, ოპოზიციურ სპექტრში არსებული ფორმატები და შეკრებები ახსენეთ და მოდით გამოვხმაუროთ იმ შეკრებებსაც, რომელიც არ
არა ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილთან, არამედ მის პარალელურად როგორც ჩანს პაატა ბურჭულაძესთან იკრება და იმართება, საკმაოდ ხშირად იკრიბებიან მსოფლიო ბანკთან, როგორც ცალკეული ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. არის იდეა, რომ დაინერგოს სისტემა, რომლითაც თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მოქალაქეები ტელეფონით შეძლებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მიერ ადმინისტრირებულ მუნიციპალურ არჩევნებს არ ენდობიან და მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. აი ბურჭულაძესთან შექმნილ, ასე ვთქვათ, საკოორდინაციო ფორმატზე რას ფიქრობთ და რას ფიქრობთ უშუალოდ ამ ინიციატივაზეც, რომელიც აქტიურად ჟღერს მათი მხრიდან? საერთოდ არ ვფიქრობ ამ ფორმატზე, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ხალხი აფასებს გულწრფელობას, ხალხი აფასებს პრაგმატიზმს. ჩვენ ამ პროცესში არ გულწრფელები არიან ეს მე გეუბნებით რომ ჩვენი პარტია გულწრფელი არ უმონაწილეობთ ამ პროცესში შესაბამისად რაღაცა სატელეფონო არჩევნებით რაღაცა ფუნდამენტურად შეიძლება ან გახსოვთ თქვენ ალბათ ხო რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვება 2023 წელს რამდენი შეგროვდა იცით ამ ხელმოწერებიდან 60,000 ანუ არ შეიძლება ესე რაღაცა იდეა ესე გაიფა ანუ მე კი არ ვაგარიტიკებ ამ იდეას შეიძლება ძალიან კარგი იდეა გამოდგეს მაგრამ ამ პროცესში ჩვენ არ უმონაწილეობთ არ ვიცით ანუ მე ვერ ვხედავ ამ პროცესის რაღაცა თუ ეს არის ნაცმოძრაობის ალტერნატიული გზა ლელოს ალტერნატიული გზა და ახლების ალტერნატიული გზა ესეც გითხრან რომ ამას თავაზობენ საკუთარ ამორჩეულს ხო ჩვენ ტრანსპარენტულები ვართ მაქსიმალურად ჩვენ დისკუსია გვინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯელობები გვინდა ერთ მხარეს ერთი არგუმენტების დადება გვინდა მეორე მხარეს მეორე მხარის მოსაზრებების და არგუმენტების მოსმენა და ამის აწონვის შედეგად უნდა მიიღონ ხო პარტიებმა გადაწყვეტილება ჩვენ პირდაპირ გეუბნებით რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ბევრ საკითხთან მიმართებით მაგრამ ამ საკითხზე ხა არც გვიფიქრია არც მონაწილეობას ვაპირებ და ცოტა სკეპტიკურად შეიძლება უყურებდეთ ამ საკითხს თუმცა თუ ამ ადამიანებს გამოუვათ ეს ყველაფერი წარმატებები კი ბატონო კარგი, ბოლოს ოჯახის სიწმინდის დაცვის საკითხით დავასრულოთ. იცით რომ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა 2 დღის წინ 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებულ მსვლელობაში ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა საკუთარი ოჯახებით, შვილებით, მეორე ნახევრით, როგორც მართველი გუნდის ლიდერებმა აღნიშნეს, ეს დღე იყო შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია. ხა, აქეთ ოპოზიციაში გვესმის შეფასებები, რომ ოჯახზე ქართული ოცნების განცხადებები დიდი ტყუილია და სხვა არაფერი. აი თქვენ რას ფიქრობთ 17 მაისზე ოჯახის სიწმინდის დღეზე და რამდენად ესაჭიროება, ასე ვთქვათ, ოჯახურ ღირებულებებს და ტრადიციებს დაცვა? ხო, ოჯახი ზოგადად არის ფასეულობა, რომელსაც მსოფლიოს ყველა ცივილიზაცია აღიარებს. აი ყველა ცივილიზაციური წარმონაქმნი ისტორიულად აღიარებს ოჯახის ფუნდამენტს და გაეროს დეკლარაციაშია ბოლო-ბოლო ოჯახთან დაკავშირებული ჩანაწერი. ყველა ოჯახს ვცემ პატივს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც 17 მაისს გამოვიდნენ გულწრფელად და არ შეიძლება ამ ადამიანების დაცინვა და ქილიკი და გულწრფელად აღნიშნეს თავიანთი ოჯახის სიწმინდის დღე, მაგრამ ვერ მივიღებ სწავლებას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ამ ქვეყანაში მოიტანეს ის, რომ შობადობას გადააჭარბა სიკვდილიანობამ, ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან გარბიან დედები ფაქტობრივად სკაიპით ზრდიან და ვიდეო კოლებით საკუთარ შვილებს და იმ ძვირფას წლებს, რომელსაც უნდა ატარებდნენ საკუთარ ოჯახები რაღაც ემიგრაციაში ატარებენ, იმ ფონზე, როდესაც ნარკოტიკებით იღუპება ოჯახები, მათ შორის ლუდომანით, თამაშით იღუპება ოჯახები და ამისთვის არა პედოფილია არის ამ ქვეყანაში და ამისთვის არაფერს არ აკეთებს ქმედიც ხელისუფლება ოჯახზე საუბარი მხოლოდ ლიტონის სიტყვები ხო არ უნდა იყოს კონკრეტული ქმედებები უნდა მოყვეს და ამავდროულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველას უფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული აბსოლუტურად ყველას უფლება ძალადობრივი გარემო არ არის გამოსავალი ამ ქვეყნისთვის ყველას უფლება მათ შორის უმცირესობების უფლებები ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული ისევე როგორც პატივცემ იმ ადამიანებს რომლებიც 17 მაისს აღნიშნავენ გულწრფელად და არა ფარისეულურად ისე როგორც ამას ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს. მადლობა ბატონ ბერდია იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი დაგემშვიდობებით ბერდია სიჭინა პასუხობდა ჩვენს კითხვებს ახლა რეკლამის შემდეგ გლობალური პოლიტიკური პერიპეტიები გვერდდება კახა გოგოლაშვილი ასე რომ დაგვაკვირდით მაშასე რეკლამის შემდეგ ვბრუნდებით და ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი στუმარი რონდელის ფონდის ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილია ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ კახა და მადლობა რომ შემოგვიერთდით
ბატონ კახა, გაცემის ეს ნაწილი მსოფლიო პოლიტიკას მინდა რომ დავუთმოთ ძირითადად პირველ რიგში კი სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების პერსპექტივები, აი სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, დღეს დონალდ ტრამპი აპირებს ესაუბროს ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის. საუბრის თემა კი, როგორც თავად ტრამპი ამბობს, იქნება სწორედ სასაკლაოს გაჩერება. აი, რამდენად შედეგიანად შეიძლება შეფასდეს ერთი მხრივ სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა და მეორე მხრივ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ტრამპის საუბარს ომში ჩართული ორივე ქვეყნის პრეზიდენტებთან. დიახ, მოგესალმებით. მე მგონია რომ სტამბოლში გამართული შეხვედრა, ანუ შეხვედრასაც ვერ უწოდებ, ალბათ უფრო შეხვედრის ცდელობაა. თუმცა მცირე შეხვედრა გაიმართა როგორც იცით და ერთი საკითხი იყო, რომელზეც შეთანხმდნენ, ეს იყო ტყვეების გაცვლა. დანარჩენი მნიშვნელოვანი შეხვედრა იმით იყო ასევე რომ გაიჟღერა რუსების მხრიდან ისეთმა მოთხოვნებმა, რომლებმაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიღო და ჩვენ ნახეთ რომ ძალიან თავხედური მოთხოვნები ჰქონდათ მათ. და ამ შეხვედრამ საბოლოო ჯამში აჩვენა რომ არაპირებს რუსეთი, განსაკუთრებით პუტინი, მას არ აწყობს უბრალოდ შეჩერება საბრძოლო მოქმედებებისა და როგორც თქვათ ანალიტიკოსები, როგორც საუბრობენ ამაზე, თქვათ ისინი, ვინც გამოკითხვებსაც აწარმოებენ, მათ შორის New York Times-ში იყო მე მგონი სტატია, რომელზეც გამოკითხვა იყო ჩატარებული რუს სამხედროებთან, რა თქმა უნდა, მათი სახელები არ იყო ნაჩვენები, მაგრამ აბსოლუტურად ობიექტური გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ სამხედროების უმეტესობა, ანუ პრაქტიკულად ყველა, ვინც გამოკითხეს, 10 კაცი გამოკითხეს, ეს შერჩევით, უმეტესობა მომხრეა იმისა, რომ ომი გაგრძელდეს და არავითარ შემთხვევაში არ თანხდება დღევანდელ პირობებზე, ანუ იმ პირობებზე, რომელიც დღეს შეიქმნა, დღეს ჩამოყალიბდა, თქვათ ფრონტზე, რომ შეწყდეს, თქვათ, რომ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს იდეა უკვე აღარ არის პოპულარული რუსეთის ნაწილი, მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის ისინი განსაკუთრებით ვინც იბრძვის და ვინც ფრონტზეა და გადალახა ეს სიკვდილის შიში, როგორც იქ იყო ნათქვამი, რომ ეს შიში პრაქტიკულად გადალახული გვაქვს და დარჩა მიზანი მხოლოდ რისთვისაც ისინი კვდებიან იქ. ანუ ეს რაღაც ფანატიზმის რაღაც დონეს მიაღწია, რა თქმა უნდა, იქ აი ამ განწყობებმა და ისინი ფიქრობენ, რომ უნდა იბრძოლონ ბოლომდე. და აი ამ ვითარებაში პუტინისთვის ალბათ ცოტა და საერთოდ მთლიანად არა მარტო პუტინის, მისი გარემოცვისთვისაც ალბათ სარისკოა და ისინი თვლიან, რომ არის სარისკო, რომ ესე ამ ხალხის ნების წინააღმდეგ და იმ დაპირებების შეუსრულებლად, რომელიც მან წინ უძღოდა ომის დაწყებას, მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და გაჩერება საერთოდ ომის. იმიტომ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რა თქმა უნდა, გარანტიას არ იძლევა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ შემდგომში ცეცხლი აღარ განახლდეს. ამაზე შემდეგ უფრო ინტენსიურად იმუშავებენ 50 დღის განმავლობაში და აი აქ არის შიდა, მე მგონი, შიდა განწყობების პრობლემა. პუტინმა ვერ შეასრულა ისეთ გაბერილი დანაპირებები, რომლებიც მან მისცა თავის მოსახლეობას და მათი მართვა ესე უბრალოდ დიდი ნაწილის უკვე რომელიც ომთან არის რაღაცნაირად დაკავშირებული, თუ გნებავთ ბიზნესით, თუ გნებავთ ეკონომიკურად, არა მარტო პირდაპირ იბრძვის. ეს ხალხი ისე მარტივად არ ექცევა უკვე და ისეთი ელასტიური არ არის პროპაგანდის მიმართ, თქვათ რა. ანუ პროპაგანდისტული რაღაც ძალიან დიდი შეტევის შედეგად უცებ ვერ შეაცვლებინენ მათ აი ამ განწყობებს. ეს არის მე მგონი პრობლემა, რომელიც წინაშეც პუტინი დღეს დადგა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამბობს, რომ მე დაველაპარაკები პუტინს და ასე შემდეგ, პუტინი მე მგონია მაქსიმალურად თავს დაიძვრენს იმისგან, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. შეიძლება დაპირდეს, შეიძლება გამოაცხადოს კიდევაც, მაგრამ 2-3 დღეში დაარღვიოს, ესე მგონია. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასავლეთს, რომელიც აქვს და რომელიც დიდი ხანია უნდა დაენახა პრეზიდენტ ტრამპს და მის, ესე ვთქვათ, პარტიას, ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის მაქსიმალური დახმარება, შეიარაღება
მხარდაჭერა ყველა თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე ერთი ორი კითხვის დასმა მინდა იქამდე მოვასწრო, მათ შორის უშუალოდ ტრამპის სატელეფონო საუბრებთან მიმართებაში, რომელიც დღეს არის დაგეგმილი, როგორც უკვე ვთქვით. ეხლა ამერიკის პრეზიდენტთან საუბრამდე იყო შეხვედრა მარკო რუბიოსა და ჯეიდ ვენსთან, მაყურებლებს რომ გავახსენოთ, შეხვედრა გაიმართა ვატიკანში, რომის ახალი პაპის საინაუგურაციო წირვის დასრულების შემდეგ. ეხლა ჯამში ამერიკას ომის დასრულება უნდა, თუმცა ამას აი თქვენც აღნიშნეთ, რომ ამას ვერ ახერხებს, ხო? ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. საბოლოო ჯამში აი ხომ არ მოუწევს ტრამპს პროცესიდან გასვლა და იმის აღიარება, რომ ცდებოდა, როცა ეგონა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის რამდენიმე კვირაში დასრულებას მოახერხებდა. კი, ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება ეს, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ამზადებს კიდევაც ტრამპი. რამდენჯერმე გამოაცხადა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებსო ესე წინააღმდეგობას და არ შეწყვეტს ცეცხლს და ასე შემდეგ, მაშინ ის გამოიყენებს მომაკვდინებელ სანქციებს, ну ამით აშინებს, რა თქმა უნდა, რუსეთს არ ლაპარაკობს პირდაპირ უკრაინის შეიარაღებაზე. ეს ალბათ თანხმედრაში არ მოდის მის წინა რიტორიკასთან, მაგრამ ეს მოხდება და მას მოუწევს დამატებითი ზეწოლის განხორციელება რუსეთზე. სწორედ იმითი, რომ განაახლებს და გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებას და აქედან გამომდინარე, მაინც ეცდება ცოტა ხნის განმავლობაში, ადრე თუ გვიან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს. ანუ არ ამგონია, რომ მან ესე ხისტად და ესე მყისიერად დატოვოს ეს თავისი პოზიციები, იმიტომ მე ძალიან დააზიანებს, რა თქმა უნდა, მის იმიჯს ამერიკაში და აი სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ის კიდევ ერთხელ ეცდება ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში შესაძლოა, ხო, შესაძლოა ევროპამ მთლიანად აიღოს ინიციატივა თავის თავზე, რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რაც შეეხება მთლიანად ომის შემდგომ სტრატეგიას და ამერიკა უბრალოდ უნდა ედგეს ზურგში. ეს არის ევროპული სტრატეგია, რომ ამერიკამ დაუჭიროს ხარი, მაგრამ არ ჩაერიოს პოლიტიკურად პროცესში, რადგან ის არასწორად ერევა. რამდენად შეიძლება ამერიკამ ესეთ კონკრეტული და მკაცრი ნაბიჯები გადადგას მოსკოვის წინააღმდეგ და მოსკოვის დასაყოლიებლად, ესეც მინდა რომ ვკითხოთ და ამ კონტექსტში ემანუელ მაკრონის განცხადებაც ვახსენოთ, ის ამბობს იმის ფონზე, როგორც ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ ტრამპს ამაზე რეაგირება ექნებაო, ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი. აი რამდენად ექნება ამაზე ტრამპს მკაცრი რეაგირება და ისეთი პოზიცია, როგორიც უნდა კონდეს წესით შეერთებული შტატების პრეზიდენტს. არ ექნება და ვერ ექნება. მე მგონია, რომ ტრამპს როგორც შოუმენს ახასიათებს გადამეტება თავისი ესე ვთქვათ დაპირებების, გადამეტება სიტუაციის რაღაცნაირად დახატვა თავის სასარგებლოდ და ასე შემდეგ და რეალობაში ეს ესე არ ხდება. ეხლა, როდესაც მდგომარ ეს ეხება, ვთქვათ, რაიმე ისეთ საკითხებს უფრო ნაკლებ მტკივნეულ საკითხებს შეიძლება იქ მოსახლებამ დაივიწყოს. დაგვირდა ტრამპი რაღაც ძალიან დიდ რაღაცას, ავაშენებ მექსიკის საზღვარზე კედელს თავიდან ბოლომდე და ერთი კაცი ვერ გადაფრინდება და ასე შემდეგ. ეს გასაგებია, ესეთი დაპირება, რომც არ განხორციელდეს სწრაფად, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ადამიანებმა დაივიწყონ, მაგრამ რაც შეეხება აი ამ საომარ ვითარებას, აქ არის იმდენად დაძაბული და იმდენად ყურადღებით მოსახლეობა მთელ სოფლიოში ამის მიმართ, იმიტომ რომ ამ კონფლიქტის გარშემო შეიძლება საერთოდ სოფლიომი დაიწყოს, ხო, ეს ხო ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირში, ხო? ამიტომ აქ უკვე აი ამ ტრამპს, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხებს, დიდხანს ვერ მოახერხებს თავის აი ამ დაპირებების და თავისი აი ამ პოზიციის გაბერვას. და რა თქმა უნდა, სულ მალე მას იგივე ვენსი და იგივე რუბიო მაგალითად, რომლებიც ბევრად უფრო პრაგმატულები ჩანან და ბევრად უფრო საღად უყურებენ სიტუაციას, თუმცა სხვადასხვანაირი პოზიციები აქვს, რა თქმა უნდა და არ ვიტყოდი, რომ ვენს ძალიან კარგი პოზიციები აქვს, მაგრამ ის მაინც უფრო პრაგმატულად უყურებს და მეტად მოქნილი იქნება აუცილებლად. ესე მგონია, ჯერ არ გამოუვლენია, თუმცა ერთი-ორჯერ ბოლო ხანებში გააჟღერა რაღაც საკმაოდ საპირისპირო იმისა, რაზეც საუბრობდა. ისინი ტრამპს ბოლო-ბოლო დაარწმუნებენ იმაში, რომ საჭიროა აი ეს ეგრეთ წოდებული გამოსulis ტაქტიკა ან სტრატეგია შეიმუშაონ. ანუ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც შეიყვანა მან მოლოდინები, აი აქედან გამოსulis ინგლისური სიტყვა disengagement ძალიან ზუსტად ასახავს. ანუ
ტრამპმა უნდა თავისი, ესე ვთქვათ, გამოიყვანოს თავისი თავი აი ამ დაპირებებიდან, ისეთნაირად, რომ ეს მოხდეს არა შოკისებურად, არამედ ნელ-ნელა მიაჩვიოს მოსახლეობა და მე მგონი ეს შეჩვევის პროცესი უკვე დაწყებულია. ბატუკა ხა ზელენსკის შესახებ ტრამპის ბოლო განცხადებაც იქცევს ყურადღებას და ამაზე დავსვათ კითხვა განცხადება, სადაც ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩემზე ბევრად უკეთესიც კი ის ვაშინგტონში ჩამოდის და ყოველ ჯერზე $100 მილიონი უკან მიდის, ამბობს ტრამპი. აი Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული ეს განცხადება, უბრალოდ ამ განცხადებაში ტრამპის რა განწყობა იგრძნობა ზელენსკის მიმართ? ნუ რა ვიცი, მე იცით რა ტრამპი რა თქმა უნდა შეერთებული შტატების პრეზიდენტია და ძალიან სერიოზული თანამდებობა უკავია და შეუძლია ძალიან ბევრი რაღაც კარგი გააკეთოს და ძალიან ბევრი გააფუჭოს, ხო? ამიტომ სერიოზულად უნდა აღვიქვათ, მაგრამ რეალურად ესეთ რიტორიკულ განცხადებებს და ნასროლ ფრაზებს ტრამპისას მანდამაინც არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის რაღაც სიტუაციაში რაღაც დახატული ფრაზა, რომელიც არაფერს არ ჯერ ერთი სულ 120 მილიონი დაეხმარა, მილიარდით დაეხმარა შეერთებული შტატები მთლიანად უკრაინას ამ 3 წლის განმავლობაში და ყოველ ჯერზე რამდენჯერ ჩავიდა, ერთი 5 ჯერ ხო არის მაინც ჩასული ამასობაში ამერიკაში, მაშინ 500 მილიარდი უნდა წამოიღო იქ და მე მეორე განა მაგალითად ჩერჩილზე უკეთესი ვაჭარია, ან იგივე სტალინზე, რომლებმაც ბევრად მეტი წამოიღეს დღევანდელი იმით რომ დავითვალოთ, ხო? რა თანხებიც მათ ჩამოიტანეს, პრაქტიკულად მთელი საბჭოთა კავშირის შეიარაღება, თვითმფრინავები, ტანკები, რა ვიცი, სატრანსპორტო საშუალებები და ყველაფერი იყო ამერიკიდან მოწოდებული 42 წლიდან დაწყებული უკვე რა, 51 წლიდან დაიწყო მას ლენდ-ლიზი და რაც შეეხება ბრიტანეთს, ბრიტანეთის თავდაცვა პრაქტიკულად ჩამოკიდებული იყო მთლიანად შეერთებულში და ეს ყველაფერი გააკეთა ჩერჩილმა პირველ რიგში თავისი ხშირი ვიზიტებით შეერთებულ შტატებში და სხვათა შორის უბრალოდ ჩაცმული არა ყოველგვარი კოსტუმის გარეშე შედიოდა იქ რუზველტთან მაშინ ჩერჩილი და არავინ ამაზე არ. ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა უბრალოდ ფრთიანი ფრაზები, რომლებიც არის რაღაც პოპულისტური ხასიათის და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ბატონო კახა, ერთია ვთქვათ რა შეუძლია ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თვალსაზრისით, მეორეა და ეს კითხვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ გააქტიურა, რა შეუძლია ჩინეთს. აი მაგალითად პოლონეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანა, რომელსაც უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, არის სწორედ ჩინეთი. რუსეთი ჩინეთის ეკონომიკური ვასალი გახდა, თუ ჩინეთი რუსეთს სავაჭრო ემბარგოს დაწესებით დაემუქრება, მაშინ რუსეთი იძულებული გახდება დაემორჩილოსო, აცხადებს რადოსლავ სიკორსკი. აი თქვენი აზრით რა შეუძლია ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თვალსაზრისით? კი, ჩინეთს ძალიან ბევრი შეუძლია, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ჯერჯერობით. იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩინეთი მხოლოდ ეხმარება რუსეთს, პრაქტიკულად რუსეთის ეკონომიკაც ჩამოინგრეოდა და მისი შეიარაღებაც ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება ელექტრონიკას ის ჩინეთიდან იღებს, რა თქმა უნდა, მიკროჩიპებს და ასე შემდეგ, რომელსაც იყენებს რაკეტებში, დრონებში და სხვადასხვა მაღალ ტექნოლოგიურ, ესე ვთქვათ, სამხედრო წარმოებაში. მაგრამ ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩინეთის ესე ვთქვათ, პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური როგორც ჩანს, თუმცა ჩვენ არ ვიცით ზუსტად და კიდე არ ვიცით რა სახის დახმარებას უწევს ჩინეთი რუსეთს. ყოველ შემთხვევაში ჩრდილო კორეის პოზიციას და მისი რუსეთთან ესეთი ახლო დახმარება, რომელიც აწუდის უამრავ მილიონობით ჭურვებს აწუდის ჩრდილო კორეა რუსეთს. ამასთან ერთად სხვა ტიპის შეიარაღებს და მათ შორის საჯარისო ნაწილებს თლიანად აგზავნის, ჩინეთის გარეშე ამას ვერ მოახერხებდა. შეიძლება ჩინეთს იმის გამო, რომ არ უნდა, თქვათ, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან დაძაბოს ძალიან თავისი ურთიერთობები და მართლა სანქციების რეჟიმზე გავიდეს ამ კონტექსტში, თვითონ ატარებს პრაქტიკულად საკუთარ დახმარებას კორეის გავლით. იმიტომ ის ეხმარება ჩრდილო კორეას ყველა თვალსაზრისით ეკონომიკურად და ყველანაირად. ასე რომ პრაქტიკულად ჩრდილო კორეას იყენებს იმისთვის, რომ რუსეთმა მიიღოს ჩინეთის დახმარება, სწორედ შეიძლება ითქვას. ამიტომ ჩინეთს ძალიან ბევრი რაღაც შეუძლია. ევროპამ და შეერთებულ შტატებთან ჯერჯერობით ვერ მოძებნეს, მე მგონი, ის გასაღები, იმიტომ რომ ჩინეთი, რა თქმა უნდა, რუსეთის გულისთვის არ დაღუპავს ჩინეთის ხელმძღვანელობა თავის ქვეყანას და იმ პროგრეს ეკონომიკურს და ტექნოლოგიურს, რომელსაც მიაღწია, არ დააყენებს რისკის ქვეშ და უკან არ დახევს ქვეყანას ამის გამო, რუსეთის გამო, მაგრამ ის თამაშობს რაღაც თამაშს და
მე მგონია ჯერ ვერ შეთანხმდნენ, ან ვერ ნახეს ზუსტად ის გასაღები, რომელიც შეიძლება ჩინეთი მართონ. კარგი. გადოგახა. პოლონეთი რადგან ვახსენეთ, მოდით ერთი კითხვა დავსვათ იმ არჩევნებზეც, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, პოლონეთში, რუმინეთში, პორტუგალიაში ჩატარდა გუშინ ერთი მხრივ ეგზიტ პოლების მიხედვით პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი ლიდერობს 30%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა, რაც შეეხება პორტუგალიას ეგზიტ პოლების მიხედვით პრემიერ-მინისტრის პარტია იმარჯვებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ვერ მოიპოვებს უმრავლესობას. აი რა ვიცით იმ ადამიანების და პარტიების შესახებ, რომლებიც პოლონეთის, რუმინეთის, პორტუგალიის არჩევნებში იმარჯვებენ და რამდენად იმარჯვებს მათთან ერთად, ასე ვთქვათ, ძლიერი ევროპის იდეა. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ, რომ პოპულისტური პარტიები ყველგან, ასე ვთქვათ, განიცდიან მარცხს. Ну, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ტენდენციები ესეთია. რუმინეთში დამარცხდა, ხო, პოპულისტი კანდიდატი და შესაბამისად, აი ლიბერალურმა ფრთამ გაიმარჯვა, შეიძლება ვთქვათ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა და მთლიანობაში მოლდოვასაც ჭირდება რუმინეთის, ესე ვთქვათ, შესაბამისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე გავლენაც იქონიებს მოლდოვაში არჩევნებზე, მომავალ არჩევნებზე, ასე რომ ეს მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პოლონეთს, პოლონეთში, ტუსკის პარტია ვიცით, რომ არის შედარებით ცენტრისტული და შეიძლება ასკაც მნიშვნელოვანი პოლონეთში ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციები იყო ყოველთვის ბოლო ხანებში და მოდიოდა ხშირად მართლობაშიც იყო, ვთქვათ, უფრო მემარჯვენე ძალები, შეიძლება ითქვას პოპულისტური ძალებიც და ამ შემთხვევაში ესეც მნიშვნელოვანია თუ პოლონეთში, ვთქვათ, ეს ცენტრისტული, დემოკრატიული და უფრო ლიბერალური ძალები და ესე ვთქვათ, მოვლენ სათავეში და რაც შეეხება პორტუგალიას, პორტუგალიაში მე მგონი ყველაფერი ნორმალურია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პორტუგალიის დღევანდელი ხელისუფლებაც არის ისეთივე დემოკრატიული, როგორიც ძირითადად ევროპულ ქვეყნებში ჩვენ გვაქვს. ასე რომ მათ არაფერი არ ემუქრებათ. ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ რუმინეთის საფრთხე ემუქრება ჯერ კიდევ თუ ეს საფრთხეები გადალახულია. მე მგონი ძლიერი ევროპის ქვეყნას გრძელვადიანად არანაირი საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ბუნებრივი და ყველაზე ესე ვთქვათ, მისაღები ფორმა მმართველობისა, როგორც არის ევროპული დემოკრატია, ევროპული ლიბერალიზმი. მმართველობის ფორმები და მათ შორის თუ გნებავთ საერთო ევროპული ინტეგრაციის იდეა, რომელმაც აჩვენა თავისი, ესე ვთქვათ, ძლიერი მხარეები, ეს არის მშვიდობა, ეს არის კომპრომისები, ეს არის სოლიდარობა და ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამიტომ ამ კონტექსტში მე მგონი ევროპას ნამდვილად არაფერი არ ემუქრება და პირიქით ემუქრება პოპულიზმს, მაგალითად უნგრეთში მომავალ წელს არჩევნებში როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში დამარცხდება დღევანდელი ხელისუფლება ფიდეშის პარტია და ასეთი პირი უჩანს. იმედია, დიახ, უჩანს, ეხლა უჩანს ნამდვილად. და ნახოთ როგორ გზას დაადგება, რა თქმა უნდა, სლოვაკეთი ჯერ იქ ადრეა ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ მარტო შეიძლება დარჩეს. ნახოთ როგორ განვითარდება სლოვაკეთსა და უნგრეთში პროცესები. დღეს მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის, კახა გოგოლაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს და მშვიდობების სტუმარს. დღეს ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. შესაბამისად ერთმანეთს ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.